ნოემბრის სისხლიანი დარბევების დროს თქვენი სპეცრაზმი გამოიყენეთ თუ არ გამოიყენეთ? ეს სისხლიანი დარბევები. სისხლია, ტყუილია, აი რასაც თქვენი ძახით, აი სისხლიანი დარბევა, ხალხიცია, ტყუილია. აი დგომი ნებისმიერი პოლიციელი არის გმირი. გეუბნებით ქართულ ენაზე. მე დარბევა არ მინახავს. ეს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გოჩა ჯანჯღავა. მას ემორჩილება სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს შემადგენლობა. შაბათის ეთერისთვის მიწოდებული ინფორმაციით კი სწორედ ეს დანაყოფი გამოიყენა ივანიშვილის რეჟიმმა ხარებას სპეცრაზმთან ერთად ნოემბერსა და დეკემბერში მშვიდობიანი აქციების დარბევის დროს. მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობა ჩართულები არიან აქციების დაშლის პროცესში და იყენებენ მათ რობოკოპებს. კონფიდენტმა სისტემიდან შაბათის ეთერს უთხრა, რომ აქციების დარბევის დროს ხარებას რაზმს სწორედ სასაზღვრო პოლიციის სპეცრაზმი ენაცვლებოდა. ჩვენ მოგვაწოდეს სწრაფი რეაგირების სამმართველოს თანამშრომელთა საშტატო ნუსხა. იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც კონფიდენტის მტკიცებით აქციების დასარბევად გაიყვანეს. აი მაგალითად ჭაბუკა ჭიღლაძე არის თუ არა ადამიანი, რომელიც ამ სწრაფი რეაგირების რაზმს წვრთნის? იყო თუ არა ეს ადამიანი დარბევაზე? გოგა დარძული, გიორგი ციკლაური, ლაშა ლიქოკელი, ლექსო კუპატაძე, ეს ადამიანები აქციაზე გაიყვანეთ? მომისმინეთ, გეუბნებით ქართულ ენაზე. დარბევა არ გინახავთ? არა. იქ იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ეძახით. ეს ადამიანები მე ვინც ჩამოგითვალეთ, გაიყვანეთ ბატონგოჩა? გაინტერესებს? კი, რა თქმა უნდა. მაშინ გეუბნებით, არსებობს სპეციალური ფორმა. არსებობს სპეციალური ფორმა, მოგმართეთ წერილობით ბატონგოჩა. არა მაქვს სურვილი ესე დეტალურად გაგცეთ პასუხი. სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების დანაყოფის მეთაური ვერ უარყოფს, რომ აქციების დარბევის დროს გომელაურმა რუსთაველზე მისი ხალხიც გაიყვანა. გოჩა ჯანჯღავა ცდილობს აქციების დარბევას გადაუდებელი აუცილებლობა უწოდოს და დაგვარწმუნოს, რომ მოძალადეები ის თავგატეხილი ახალგაზრდები არიან, რომლებიც იზოლატორებში სასტიკად ნაცემები და გაძარცვულები გადაიყვანეს. ბახტამ გომელაურისგან ბრძანება, რომ ეს ადამიანები გაგიყვანათ თქვენ დარბევისას, არ მიგიღიათ ბატონგოჩა? კიდევ ხელოვნების სიცრუეს ლაპარაკობთ მეთქი და თუ გაინტერესებთ, მომართეთ წერილობით. ისეთივე სიცრუე როგორც დარბევა იყო ბატონგოჩა, ისევე როგორც მე ხარ როგორც ჩინაგასაკრე სამეცოს თანამშრომელი, არ გელაპარაკებით. მე გელაპარაკებით როგორც მოქალაქე. მე იქ ვნახე გეუბნები კიდევ ერთხელ პითა ჯგუფი, რომლებიც ნოემბერისთვის თუ მეკითხებით, რომლებიც ანგრევდნენ პარლამენტის შენობას, წვავდნენ სახელმწიფო მათ შორის თქვენი დანაყოფები და რასაკეთებდნენ ბატონგოჩა? ამ დანაყოფს, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ, თქვენი კურატორობის ქვეშ არიან, გაიყვანეთ თქვენ ხალხის მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დასარბევად, ყავდათ გაყვანილი ბატონგოჩა. ეს ადამიანები მონაწილეობდნენ აი ამ ადამიანების ცემაში, თქვენ რომ არ გინახავთ. სახისძულები რომ დაუნდრიეს ბატონგოჩა. ეს ბრძანება გომელაურისგან არ მიგიღიათ? კიდევ ხელოვნების სწორედ გააშუქეთ და სწორედ დავაშუქოთ ბატონგოჩა, სწორად. სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარ სამმართველოს სპეციალური გადამზადება გავლილი 60 კაციანი სპეცდანიშნულების რაზმი ჰყავს. მათი კურატორი ბახტანგ გომელაურის სანდო კაცი გოჩა ჯანჯღავა. ვახტანგ გომელაურის მარჯვენა ხელად ითვლებით ბატონგოჩა. ბატონი ვახტანგ გომელაური არის ჩემი მინისტრი, არის ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი და ამ ქვეყნის ღირსეული შვილი. მე გოჩა ჯანჯღავა გიცხადებთ ამას. ახლა მასთან ვცდილობთ გარკვევას, ვინ უბრძანა სასაზღვრო პოლიციის ძალების რუსთაველზე გაყვანა. ეს ადამიანი ჭაბუკა ჭიღლაძე, რომელიც არ გამოდის ჩვენი საუბარი, არ გამოდის. ამზადებდა თუ არა ადამიანებს? ჭაბუკა ჭიღლაძე არის თქვენი თანამშრომელი?
ჭაბუკა წიხელაძე არის ჭაბუკა წიხელაძე არის ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელი ღირსეული ქართველი ღირსეული ადამიანი მე რო ჩემი თანამშრომელი რა მომწერა ხო რა იცით თანამშრომლები არიან მე რა თქვენ არ გყავდათ გაყვანილებით ხო ამას გეკითხებით ეგ ადამიანები იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და სახელმწიფო საზღვრებს საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად გაიყვანეთ ბატონო გოჩა რუსთაველზე არა მომისით რუსთაველზე კიდე ერთხელ გეუბნებით თუ კი ვინმე პოლიციელი იყო თუ კი პოლიციელი მე თქვენს დანაყოფს გელაპარაკებით იმას რასაც საზოგადოებრივი წესრიგის გაგცეთ პასუხი როგორც მინდა იქ თუ კი ვინმე პოლიციელი დგა ყველა პოლიციელი არის გმირი ყველა პოლიციელი არის გმირი და იმ პოლიციელების დამსახურება არის გმირები დაუმტრიეს სახისმრებით თქვენი შვილის აი მაშინ იმ გმირი პოლიციელების სახეები ანახეთ და დაზიანებები ანახეთ რომლებიც იმათმა მიაყენეს სასაზღვრო პოლიციის მაღალჩინოსნის ეს ინტერვიუ ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენებაა რომ რეჟიმმა ხალხის დასარბევად არამხოლოდ ხარებას ომონი არამედ სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების დანაყოფიც გამოიყენა რომლის მთავარი ფუნქციაც წესით საზღვრების დაცვა უნდა იყოს. ის რასაც სასაზღვრო პოლიციის შეფის მოადგილე მართლწესრიგის აღდგენას ეძახის წამებად და არა ადამიანურ მოპყრობად შეფასდა, რადგან 400-მდე სასტიკად ნაცემ მოქალაქეს სახის ძვლები ჩაუნტრიეს, სახეში აფურთხეს და სცემეს. ეს კადრები ნანახი გაგვაყენო გოჩა ერთი არ გეჭიდა მიიწი მაშინ ახლა მიიწი მეთქე ხა მანქანას ნუ მიზიანო და მიიწი როგორ გეკადრები საკმარისი პასუხი რა კადრებია ხომერე რა პოლიციის კადრები გაქვთ ნანახი არა მომისმენთ პოლიციის კამერა ამაში ჩართეთ ადამიანები რომლებიც საზღვარზე უნდა იდგნენ ბატონო გოჩა აი ეს ახლა სიუჟეტის აღება აი ნახე როგორ აი შევარცხინე და კადრები ვანახი პოლიციელების კადრები გააშუქეთ სახელმწიფოს დამტვრეულები დამწვრები სახელმწიფო ქონება ანახეთ მანქანები რომლებიც ხალხის ფულით არის ნაყიდი და ვიღაცა ხო და მიიწი მე იქით შაბათის ეთერს ინფორმირებული ადამიანი სასაზღვრო პოლიციიდან უყვება რომ მესაზღვრეები ქუჩაში მას შემდეგ გამოიყვანეს რაც ხარებას რაზმს ადამიანური რესურსი ამოეწურა ყველა პოლიციელი ვიცი ყარი გმირი გმირი პოლიციელები შვილები ყავთ ბატონო გოჩა თქვენ შვილებს რომ აი ასე მოექცნენ სახისმრები რომ დაუნტრიონ პოლიციელებმა სწორია ბატონო გოჩა ამაში ჩართეთ სასაზღვრო პოლიციის სპეცდანაყოფი ბატონო გოჩა ეს ბრძანება გქონდათ გომელაურისგან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო დეპარტამენტის თადარიგის პოლკოვნიკი შაბათის ეთერს იმ პირთა ვინაობას უმხელს, ვინც აქციების დასაშლელად სასაზღვრო პოლიციიდან რუსთაველზე გაიყვანეს. რაზმის ხელმძღვანელი გიორგი დარძული, ხელმძღვანელის მოადგილე ემზარ მუმლაძე, სროლელი ოფიცერი იმო მაკაროვი, სროლელი ოფიცერი გიორგი ფხაკაძე, ლექსო კუპატაძე, გიორგი ციკლაური, ლაშა ლიკოქელი ჭაბუკა ჭიღლაძე, თენგი ზუბირია. ეს სწრაფი რეაგირების სამმართველო სპეცრაზმელების მცირე ჩამონათვალია. სულ დანაყოფში 60 თანამშრომელია. გაზაფხულის აქციებიდან დაწყებული იყენებენ რობოკოპებად. რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დარბევის მიზნით. მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს გიორგი დარძული და მისი კურატორი არის სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე გოჩა ჯანჯღავა. ეს 60 თანამშრომელი ჩართულები არიან აქციების დარბევის პროცესში, რაც წარმოადგენს უფლებამოსილების გადამეტებას, ვინაიდან აღნიშნულ მთავარ სამმართველოს ძირითადი ფუნქცია არის საზღვრების გაძლიერება. ხდება მათი გამოყენება სხვა მიმართულებით. გოჩაბერიძე გვიყვება, რომ სწრაფი რეაგირების სამმართველო სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რობოკოპები ჩაანაცვლეს. მთავარი სამმართველოს ნებისმიერი დავალება, რაც უნდა შეასრულონ მათთან მიდის გოჩა ჯანჯღავას მეშვეობით. გოჩა ჯანჯღავა არის პასუხისმგებელი აღნიშნული მთავარი სამმართველოს პირად შემადგენლობაზე და მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. ის 4 სამსახური, რომელიც ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში დაემატა, ზუსტად ამოცანა იყო ის, რომ ყოლოდათ რაც შეიძლება მეტი პირადი შემადგენლობა, მეტი ნდობით აღჭურვილი თანამშრომლები და საჭიროების სამერ აქციების დარბევის თვის გამოეყენებინათ შემდგომ.
სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს რაზმს ლილოში მდებარე ამ ბაზაზე წვრთნიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცდანაყოფის მომზადებისთვის ქართველი სტრონგმენი ჭაბუკა ჭიღლაძე დაიქირავა. ადგილზე სამმართველოს ხელმძღვანელთან გიორგი დარწულთან შესახვედრად მივდივართ. გიორგი დარწულთან ვართ. გვარი მითხარით. დარწული. თქვენი გვარი. მე ანდრონიკაშვილი. სამსახურშია? სამსახურშია ბატონ გიორგი? კი. შაბათის ეთერის გამოჩენისთანავე სასაზღვრო პოლიციის ბაზაზე განგაში ცხადდება. ბატონი გოგას გაგებინათ რომ მასთან გვაქვს კითხვები? ბატონო? უნდა დაგემშვიდობოთ უბრალოდ. თქვენ კი უნდა დამემშვიდობოთ კაცო, მაგრამ ბატონი გოგა ხომ მითხარით რომ სამსახურშია? და? ხომ მითხარით? გაგებინათ რომ მასთან კითხვებით ვართ მოსულები? არ შეიძლება გადაგებო და გავიგეს, ხა კითხვას უნდა გისვა. დაგემშვიდობოთ. გიორგი დარწულის სამსახურშია, თუმცა ჩვენს კამერას ემალება. თანამშრომლები, რომლებმაც დაგვიდასტურეს, რომ სასაზღვრო პოლიციის ელიტური დანაყოფის შეფი ბაზაზე იმყოფებოდა, ახლა ცდილობენ დაგვარწმუნან, რომ არც ხელმძღვანელი პირი და არც სპეცდანიშნულების რაზმის წევრები სამსახურში არ მისულან. ყველა ვინც ხედავს და ჩვენი კითხვები ესმის, ან გარბის, ან იმალება. ბრძანება ვინ გასცა რომ აქციები უნდა დაგერბიათ? ბატონო? ვერ გახსოვს პასუხს არ ვიცი. სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარ სამმართველოს, რომლის მოვალეობაც საჭიროების შემთხვევაში საზღვრის დაცვისა და სახელმწიფო საზღვარზე სპეციალური ღონისძიებების გატარებაა, ქართული ოცნების ხელისუფლებამ მართლწესრიგის აღდგენის პროცესში ჩართვის უფლება 2018 წელს მისცა. 2024 წელს კი ვახტანგ გომელაურმა საშტატო ერთეული გაზარდა. უწყებას 4-ის ნაცვლად ახლა 6 დანაყოფი და 60 სპეცრაზმელი ჰყავს. ხშირად გაყავხავთ ხოლმე აქციების დასაწყებად? აქციებზე არ გავყავართ. ეს თენგი ზუბირია, სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მეორე დანაყოფის მსროლელი ოფიცერი. ინფორმირებული ადამიანი სასაზღვრო პოლიციიდან შაბათის ეთერს უყვება, რომ ისიც დანარჩენების მსგავსად საზღვრის ნაცვლად რობოკოპების ეკიპირებით რუსთაველის გამზირზე იდგა. ელიტური დანაყოფის წევრი ჩვენმა დანახვამ ისე დააბნია, რომ ჯერ საკუთარი თავი, შემდეგ კი სამსახური უარყო. უკაცრავად გეკითხებით. არასწორი ინფორმაცია. როგორ არასწორი ინფორმაცია, ბატონო, ყველა მონაცემი გვაქვს თქვენი. დარწულმა გიბრძანა შინაგან საქმეთა მინისტრმა. მისი ბრძანებით არბევდნენ ხალხს სპეცსწავლება გავლილი მესაზღვრეები. სასაზღვრო პოლიციიდან მოპოვებული დოკუმენტების შესწავლის შედეგად ვადგენთ, რომ სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნეს კაცი, რომელიც წლების განმავლობაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მუშაობდა. ემზარ მუმლაძე სასაზღვრო პოლიციაში, როგორც სანდო კადრი, ვახტანგ გომელაურის ბრძანებით გადაიყვანეს. მისი ბრძანებით გახვედით და გაიყვანეთ თქვენი დანაყოფის წევრები. გომელაურის პირადი ბრძანებით. როგორც სანდო კაცი სასაზღვრო დეპარტამენტში, ისე მიგავლინეს გედედედან ბატონო ემზარ. ჩემი დანაყოფის წევრები იქ არიან, სადაც საჭირო და სადაც ქვეყანა სჭირდება. და სად იყო საჭირო ნოემბრის აქციების დროს? არ ყოფილ ხართ თქვენ რუსთაველზე ბატონო ემზარ? როგორ არა სასეირნოდ გადავართ? სასეირნობის დროს არ ბევრდით ამ ადამიანებს? ნუ პროვოკატორი. დაგარემოებებმა გადაგიყვანათ გედედედან საზღვრის დაცვაში. მე 6 წლის უკან გადავედი გედედიდან გარემოებიდან გამომდინარე მეთქე. სადაც სასაზღვრო პოლიციაში? არა, უფრო სხვაგან მე და მე კიდე სხვაგან. სად უფრო სხვაგან? სად უფრო? რა მნიშვნელობა აქვს თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში ტრიალებს? რასაკეთებდით რომ ტრიალებს? ქვეყნის სამსახურში ვიყავ. ხაზზე რომ გაგიყვანათ, ეს ხალხი ადამიანების დასარბევად ვინ იყო თქვენთან? გომელაური თუ ხარება? ძალიან სულელურ კითხვას ასვათ. შაბათის ეთერის მოპოვებული ინფორმაციით სპეცრაზმის და სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების ბატალიონის გარდა რუსთაველის გამზირზე აქციების დასარბევად სხვა დანაყოფებიც გაიყვანეს. ახლა ჩვენ მათ ბინაობას ვადგენთ. ახლა დაგვექცევით.